შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა 2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიორმა უბედურებამ 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ერთი ადამიანის ცხედარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები. ადამიანები მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ. სამაშველო ვერტმფრენმა ტერიტორიიდან 210 ადამიანი გაიყვანა. მსხვერპლი მოყვა სამძებრო სამუშაოებსაც, გარდაიცვალა 2 ადამიანი. სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს შოუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. შალვა სუმბაძე მუშაობს თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება შოვიდან. შალვა, გისმენთ. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური უბედურებიდან, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა გავიდა 3 წელი და დღესაც. იმ ადგილას, სადაც 3 წლის წინ კურორტის შოუ იყო, აღმართულ მემორიალთან მოდიან ადამიანები, ვინც პატივს მიაგებენ და იხსენებენ იმ დღეებში გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ნაწილი რაჭის, დანარჩენი ნაწილი კი დამსვენებლები და ზოგადად მთელი საქართველოს მკვიდრი. შესაბამისად, მემორიალთან დღეს დილიდან მოდიოდნენ როგორც უბრალოდ ადამიანები, ვინც ადგილზე ცხოვრობდნენ, ასევე იმ ადამიანების ახლობლები და ნათესავები, რომლებიც აქ დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები. დღეს აქ იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრიც, ინფრასტრუქტურის მინისტრთან და დედაქალაქის მერთან ერთად და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ სპეციალურ პანაშვიდს, რომელიც მემორიალთან სასულიერო პირებმა გადაიხადეს. სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გარდაცვლილთა სულის საოხად, ასეთი იყო სასულიერო პირების განმარტება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. მათ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს ტრაგედია და ისაუბრეს ამ დღეზე, როგორც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეზე. პრემიერ-მინისტრმა დღეს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა მემორიალთან, ასევე გაესაუბრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი მსგავსი ტიპის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. მან ისაუბრა იმაზე, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო მინიმუმამდე შემცირებული ზიანი, დროულად დაიწყო სამაშველო ოპერაცია. ასევე აღნიშნა, რომ უკვე მას შემდეგ, რაც შოვის ტრაგედია მოხდა, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად საქართველოს მთავრობამ დაიწყო შესწავლა ყველა მყინვარის იმისათვის, რომ თუ კი შესაძლებელი იქნება პრევენცია მოხდეს კონკრეტული სტიქიური უბედურებების წინასწარ განსაზღვრა მოხდეს ამ ყველაფრის. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირველად იკვლევა, რომელიც შვეიცარიული კომპანიის დახმარებით შეიქმნა, უკვე არსებობს. შესაბამისად, ეს არის საპასუხო მოქმედება ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სახელმწიფოს ჩართულობით კონკრეტული სტიქიური უბედურებების პრევენცია, თუ კი ეს შესაძლებელი იქნება. 3 წელიწადი გავიდა ამ უდიდესი ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ სამძიმრებს ჰქონდა დაღუპულთა ოჯახებს. თითოეული ჩვენგანისთვის ეს ხო უდიდესი ტრაგედია და რასთავარია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში წინასწარ იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით სამუშაოები ჩატარდა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ოფიციალური პირების გარდა, როგორც უკვე გითხარით, ადგილზე დილიდან მოდიოდნენ მოქალაქეები, ტურისტები, მათ შორის ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და იხსენებდნენ იმ მძიმე დღეს, როდესაც ბუბასწყლის ხეობაში განვითარდა ამ ტრაგედია. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ჯერ კიდევ შუა დღეს გაიგეს ხმაურის ხმა, მათ შორის იმ სოფლებშიც, რომლებიც საკმაოდ მოშორებით მდებარეობს შოვიდან, გაიგეს ხმაური, რომელიც მოყვა მეწყრული პროცესის განვითარებას ბუბასწყლის ხეობაში და აღნიშნეს, რომ მსგავსი შემზარავი ხმაური უკვე ცხადი იყო, რომ მოასწავებდა იმას, რომ რაღაც დიდი ტრაგედია მოხდა. შემდგომში კი უკვე მათ გაიგეს, რომ მათი ახლობლები მოყვნენ მიწის ქვეშ. ისინი აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია ზოგადად მთელ საქართველოს არ ახსოვს. მიუსამძიმებ ყველას ოჯახს, აქ გარდაცვლილების ოჯახებს იმყოფებიან აქ ადგილზე და ყოველ სამს რიცხვში ვიკრიბებით და ერთმანეთს ვამხნევებთ.
და პატივს მივაგებთ მათ სულებს. აქ ისეთი ხალხის სახელი და გვარები არის, ანუ არასდროს არ დაგვავიწყდება ჩვენ პირადად, იმიტომ რომ თითქმის უმრავლესობა ჩვენი ოჯახის წევრები იყო, ნათესავები იყვნენ და ჩვენების ოჯახის წევრების სახელი და გვარებით იწყება ამის მემორიალზე და არ ვიცი, ეხლაც ძალიან მიჭირს გახსენება და საუბარი. სოფელში ვიყავით და ჩემი მეუღლე აქ მუშაობდა, კურორტზე მზარეული იყო. გავიგეთ მე სოფელში ესეთი ამბავი რომ მოხდა, რაც არასდროს არავის არ ახსოვს. რა იყო, რა ვიცი, დაგვაქცია. ყოველ წელს აი ამ ათასობით მოხალისის სახელზე მოგვაქვს აქ გვირგვინი, რომელიც ალბათ გაგრძელდება წლები, სანამ ყოველ შემთხვევაში მეხსიერება იარსებებს ამ დღის ტრაგედიის სიმძიმის და ვეცდებით რომ პატივი მივაგოთ ამ დღეს იმ გარდაცვლილებს, ვინც შეიწირა ამ ტრაგედიამ და ასევე ხაზი გაუსვათ ჩვენი მოხალისეების დიდ ჩართულობას ამ პერიოდში. ანაშვილს გადავიხდით მიცვალებულთა სულის საუხა და სახელებით მოიხსენიებთ მიცვალებულებს. რა თქმა უნდა, ის დიდი ტრაგედია, რომელიც დაატრიალდა 3 წლის წინ, ეს იყო არა მარტო რაჭისთვის, ეს იყო მთელი საქართველოსთვის დიდი გლოვა, დიდი მწუხარება. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიური უბედურება 3 წლის წინ მოხდა შოვის კურორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დრომდე ეტყობა კურორტს უფრო სწორად კი იმას, რაც კურორტიდან დარჩა სტიქიური უბედურების კვალი, მიუხედავად იმისა, რომ გაიწმინდა კალაპოტი და აღდგა ხიდები, ამ დრომდე იმ ადგილას ჯერ კიდევ რჩება მიწის მასა და გაცემულია გეოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, რომ ამ ადგილას ცხოვრება არის დაუშვებელი, ვინაიდან არსებობს რისკი იმისა, რომ ამ ადგილას მსგავსი პროცესი კიდევ განმეორდეს. მადლობა, პირდაპირ ეთერში შალვა სუმბაძე საუბრობდა.